აი ასე დავრუნდით. იცი რა მაინტერესებს? აი შენთვის რას ნიშნავს ძლიერი ქალბატონი? გააჩნია რა კუთხიდან მეკითხები. ვიზუალურად არ გეუბნები რომ შეგეშინდეს ვარწამაქციას. ჩემთვის ძლიერი ქალბატონი მიზანდასახული უნდა იყოს აუცილებლად, უნდა იყოს მშრომელი, მებრძოლი, თავისი ნებისმიერი სურვილის აუცილებლად გამტარი და სხვათა შორის ეს სტუმარი ვინც ყავს ზუსტად ასეთია. და ასაკს აქვს მნიშვნელობა რა ასაკში მოხდება ეს? არა, სურვილის ასრულებას, მიზანდასახულობას არანაირი ასაკი არ აქვს, შეიძლება იყოს 85 წლის ასაკში და 13 წლის სურვილი აისრულო მაშინ. და ფიქრობ რომ და კიდე ძალიან დიდი მნიშვნელობა გვერდში ვინ ყავს, ვინ გეხმარება ამ ყველაფერში, ვინ გაძლევს სტიმულს და კიდე ძალიან მნიშვნელობა რა იცი, როგორი ძლიერიც არ უნდა იყო, როგორი პოპულარულიც არ უნდა იყო, რაც თავარი ხარ თავდაბალი, გიყვარს ყველა და აი ყველაზე ვიტყვე ეს რა, თავში არ გივარდება ის რომ ძალიან მართლა ძალიან ძლიერი. დიახ და ყველაზე მაგარიც არის რომ ამ ადამიანის საწყისი მახსოვს. კი ბატონო, საწყისი და როგორ ვითარდებოდა და როგორ მოვიდა დღემდე და როგორ წავა, აი მაგას ვნახავთ ჩვენ. ნუცა ბუზალაძე, სასწაული მომღერალი, სასწაული ლამაზი და არ ვიცი რა ფორმაში ხარ ნუცა? დიდი მადლობა. ლამაზი ხარ? როგორ ყოველთვის ძალიან დიდი მადლობა. გილოცავ ესე იქ და მადლობა ესეთი წარდგენისთვის. ასე ძალიან მესიამოვნა. კი, ძალიან. ზედმეტ არაფერს არ ვამბობთ ჩვენ. ჩვენ გულწრფელები ვიყავით. თავარი რომ არ დაგვიწერია ტექსტი, შეგვიძლია გაჩვენოთ კიდეც. ნუცა პირველ რიგში გილოცავ ყველაფერს. ძველით ახალი წელი შობა, ახლით ახალი წელი. ბევრი გვაქვს. ნათლისღება იყო. მერაბ დვალიშვილის გამარჯვება საქართველოს სახელია. და მოდი ახლა ცოტათი წავიდეთ უკან. ხო? რა თქმა უნდა. ნუცა მე ძალიან დიდი ხანია გიცნობ და ჩვენ ბევრი რაღაცები ერთად გამოგვივლია კიდეც. ანრისაც ძალიან დიდი ხანია ვიცნობ და ჩვენც ძალიან დიდი ხანია და რამდენი დრო გავიდა. ძალიან დიდი. დავბერდით ამას. ვინ დაბერდა, რაც დრო გადის პირიქით უფრო ახალგაზრდავდები ქვია ამას. ნუცა მოდი დავიწყოთ ცოტა უკან. რა ასაკში მიხვდი რომ შენ აი ეს გზა რომელიც აირჩიე უნდა გაიარო? მე ვიყავი ძალიან პატარა დედაჩემის გადმოცემით ვიცი, როცა დავიწყე სიმღერა. ან ვიყავი 1 წლის. შემდეგ ამის შემდეგ ნუ ჩემები მივხვდნენ უკვე რომ ან მართლა ვერ ვჩერდი, სულ მღეროდი და აი უკვე ეს ასაკი როცა მივხვდი რომ ეს არის ჩემი პროფესია და ეს მინდა რომ ვაკეთო მთელი ცხოვრება, მაგრამ არა მარტო სიმღერა, ცეკვაც იყო მაგაში და უკვე იცოდნენ ჩემი რომ სახიობიც ვიყავი. კარგი, იმიტომ რომ აი სულ თამაშობდი, ცეკვდი, მღეროდი. ეს სფერო და ეს იყო 8 წლის ასაკში. არა, უფრო ადრე, აი 7-6 ან 6 წლის ვიყავი პირველად რო ჩავატარე კონცერტები სახლში. სახლში ბილეთებს ყიდიდი, ფარდა იყო და ყიდდი. შემდეგ ამ ფულს ვინახავდით ხოლმე. შემდეგ ანუ ასევე ბარმენი მყავდა და პროდიუსერი მყავდა შოუს ოჯახის წევრები დასაქმებულები მყავდნენ და მე ამ ფულს ვინაწილებდით. ამას ვაკეთებდით ყოველ წელს. ო, მოკლედ შიდა სამსახური ბილეთი რა ღირდა? $50. ღირდა. ანუ და რატო გვედო ეს ფასი, იმიტომ რომ სტამბულში ვაკეთებდით და დეიდაჩემს ყავდა ბიზნეს პარტნიორები და დეიდაჩი და ბიძაჩემს და რომ ვიცოდით რომ ანუ რაღაც ისეთი ხალხი მოდიოდა, ანუ ჩვენ ვიცოდით რომ ხა $50 დავდოთ ბილეთს. 50 თეთრია. ხო და ვინც მოდიოდა ხოლმე ის ყიდულობდა ყველას ბილეთებს. ერთი კაცი ყიდულობდა ყველას ბილეთებს. მე ვიყავი უბედნიერესი რა. 6 წლიდან აკეთებდა მარტო თავის ფულს კი არა. რაღაცა მინდა ოჯახის. ძალიან მინდა რომ კითხო რა. ნატუკა ჩვენ ხომ მსახიობები ვართ. კი ბატონო. ჩვენ ხომ ვიცით ძლიერ ადამიანებს რომ თამაშობენ, მსახალბები არიან და სადღაც მაინც ყირავდებიან რა. ითამაშებენ ცოტა ხანი და ბოლომდე ვერ მიიყვანეს. სულ თამაში ხო გაუგონარი. საიდან ის სიძლიერე ნუცა? როგორ გამოიმუშავე? ეხლა რატო გეკითხები, იცი? რაღაც კონკრეტულ ამბებში მაგალითად შეიძლება ბედის აზიარო იყოს, ხო? აი მაინტერესებს შენ როგორ მიაგენი იმას, რომ ვიღაცები უნდა ჩახსნა აბარა. იცი რა არის? ანუ მე ვარ ძალიან თავისუფალი ადამიანი რა. აი მაშინ მე ესე მგონია რომ მე მაშინ დავმარცხდები. ესე ჩემი კითხვაა. მართლა? კარგია, მომეწონ. და მე ესე მგონია რომ მაშინ დამარცხდები ადამიანი, როცა აი მათ დაიმსგავსები რა ესეთ ადამიანებს და ყველაზე დიდი გამარჯვება ჩემი არის ის რომ დავჭი ისეთ ადამიანად, როგორიც ვიყავი ძალიან დიდი ხანი როცა გამოცანით თქვენ ხო? მე საჯაროდ მინდა მადლობა გადაგიხადო იმ პოზიციისთვის, რაც გავრცელდა ვიდეოკადრებით ბათუმში, სერიოზულად გეუბნები გულწრფელად. მადლობა.
კი, ну იცით რა არის ჩემთვის როგორც არტისტისთვის ძალიან გულსატკენია როცა ვუყურებ ჩემ ხალხს ანუ გახლეჩილს ნამდვილად და ანუ ჩემი აზრით არტისტის მოვალეობა არის ის რომ პირიქით ყოველთვის რაღაც ერთიანობისკენ მოუწოდოს ხალხს და სიყვარულისკენ მოუწოდოს და ჩემთვის მართლა გულსატკენია როცა მსგავსი რაღაც ხდება მაგრამ მე ასევე ვარ ძალიან პრინციპული ადამიანი და არ არსებობს რომ აი სულ რომ აი მილიარდი ადამიანი დამიდგეს წინ მე თუ მაქვს აზრი ან მე თუ მაქვს მიზანი ან მე თუ რაღაც კონკრეტულ აზრზე ვარ და მე ეს მიმაჩნია სამართლიანი და სწორად ანუ არასდროს არ ვყვები ხოლმე ტრენდებსაც და მსგავს რაღაცებსაც და მე მინდა რომ და ჩემი თაობა სხვათაშორის ძალიან ბევრი ადამიანი ჩემნაირად აზროვნებს უბრალოდ არ ხმაურობთ და არც ანუ ადამიანებს ვისაც მართლა რაღაცის კეთება შეუძლია ხმაური არ უყვართ ჩუმად აკეთებენ ხო ჩუმად აკეთებენ შვიდად აკეთებენ ამ ყველაფერს და ამაშიც არის სიძლიერე და აი სიძლიერეზე მკითხე ვისგან საიდან გაქვს სიძლიერე და კრიტიკა მოიტანა სიძლიერე თუ ვინმე გენეტიკაში ხავს. აი გენეტიკაში ხა ერთი რაღაც მინდა ვთქვა, ანუ მამაჩემს თქვენ რომ იცნობდეთ როგორი ადამიანი, აი სადმე თოფი თუ გასროლი მართლა საქართველოში ყაბელგან პირველ რიგში იდგა მამაჩემი. ნუ ომებიდან დავიწყოთ, რაც ქონია საქართველოს ხო და ისედაც ძალიან ვაშკაცი ადამიანია და დედაჩემიც მაგას მეუბნებოდა რომ აი სუფთა მამაშენის, მამაჩემიც რომ ყველა მაგას მეუბნება, ვინც იცნობს მამაჩემს რომ სუფთა აი ზუსტად მამაჩემსაც გავარ ისედაც ფიზიკურად და ხასიათითაც ძალიან გავარ. მამას გოგო ხარ. ესე გამოვიდა. როცა კრიტიკა, რომელიც წარმოუდგენელია, რომ არ იყოს. როგორ ხვდები ყველაფერს ასე მშვიდად? მე არ მინახარ შე რაღაცა სუბტიტრის კომენტარით არა. ყველაფერს ხვდები მშვიდად. მითხარი, აი ეს გვასწავლე. გასწავლით პირველ რიგში მე ამაზეც არ მიყვარს ძალიან ინტიმური თემაა ჩემთვის ანუ რელიგია და ჩემი კი ბატონო ამ თემაზე ჩემი მოძღვარი მაგალითად ხო ჩემი მეგობრები ძალიან მიხმარებიან ამაში და მე 11 წლის ვიყავი როცა პირველად მივედი ეკლესიაში და აი ბავშვობიდან როცა შემიძლია მე ვერ ვიტყვი რომ ნამდვილად არ ვარ ანგელოზი თუმცა ვცდილობ და ეკლესია მეხმარება ყოველთვის და ლოცვა მეხმარება იმაში რომ მე სიმშვიდე შევინარჩუნო, იმედი მქონდეს და სიყვარულით ვიცხოვრო და ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ ყველა ახალგაზრდამ ვინც ახლა გვიყურებს გაიგოს ის რომ ანუ სიყვარულის გარეშე ვერაფერს ვერ მიაღწევენ, არ შეიძლება უბრალოდ ადამიანმა სიყვარულის გარეშე იარსებოს, ხო? და ამიტომ აი თუ არ უნდათ რომ რაღაცა ბოროტებამ დაისადგუროს მათში აუცილებელია რომ მიაგნონ იმ ადგილს რაღაც იმ მშვიდ ადგილს რაღაც თავიანთ სივრცეს სადაც მარტო დარჩებიან უფალთან ერთად და ნუ არ ვიცი რაღაც მე ჩემი ესეთი აბსოლუტურად გასაგებია და რაღაც ესეთი დღეები მაქვს ხოლმე როცა ამ ყველაფერს დროს ვუთმობ და სულ მარტო ვარ და ვიცი როგორ მოუარო ხოლმე ჩემ თავს ასე რა ვთქვა. ახსენე მამა, ოჯახი, მოძღვარი. მაინტერესებს არის გამორჩეული ადამიანი შენ ცხოვრებაში, ვინც ამ წარმატების გზაზე სულ ყოველთვის შენთან ერთად იყო, ძალიან დიდი წვლილი აქვს შენ წარმატებაში. არის კი დედაჩემი. რა თქმა უნდა, ყველა ვიცის დედაჩემი რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აი რო ყოფილა ესეთი მომენტები ხო მაგალითად როცა რაღაცა განცხადება მინდა გავაკეთო მაგალითად ან მინდა რომ შეიძლება მეც მქონია ეგეთი მომენტები რომ რაღაც ესე განრისხდები უწმედ იმიტომ რომ იმდენი უსამართლობა მხვდება ცხოვრებაში იმდენი უსამართლო ადამიანი ხდება გზაზე და რამას შენ ვერ აკონტროლებ ხო მე რანაირად რომ გავაკონტროლო სხვა ადამიანის ქმედება მაგალითად ხო ხო და ამან რომ რაღაცნაირად არ შეგარყიოს არის მოქმედოთ აუცილებლად ყველა სჭირდება ადამიანი ვინც გამოაფხიზლებს და ეტყვის რომ იცი რა დამშვიდი, დაწყნარდი, მოითმინე, დედაჩემი სულ მაგას მეუბნება, რომ ყველაზე მეტად იმარჯვებს ის ადამიანი, ვისაც შეუძლია მოთმენა და აქვს მოთმენის უნარი, რაც არის ძალიან რთული, მithumetes ჩემნაირი ემოციური ადამიანისთვის. ძალიან რთულია. წარმოუდგენელია, რომ ხანდახან არ იღვიძებდე და ყველაფერი არ გეზარებოდეს. ხო, არის კი ეს არ მინდა ასე წასვლა. აი, რასაკეთებ ამ დროს? რა გეხმარება რომ ისე მოდი ესე ვთქვა მოიქოქო აი ყოველ დილით მე რო ვიღვიძებ ჩემ თავს ვეუბნები რომ დღეს იქნება ძალიან მაგარი დღე და მე არ არსებობს რომ ეს დღე არ იყოს კარგი ანუ რა გამოდის ყოველ დღე არის კარგი დღე კი ბატონო მე ესე ვცხოვრობ და ანუ ძალიან კარგია მე ეს ყველაფერზე აისახება
ხასიათი ანუ. ხასიათი არის ყველაფერი. აი წარმოიდგინეთ, აი ნეგატიურ ადამიანებს უყურეთ და მათ ცხოვრებას უყურეთ და სახეზეც შეხედეთ. ეტყობათ ადამიანს, ეტყობა ეს ხასიათი არის ყველაფერი და უნდა გიხაროდეს ცხოვრება. და მე ამას იმიტომ კი არ ვამბობ ხარ რომ აუ ეხა ამას რა უჭირს და წარმატებულია და ეს არის და ეს ანუ რომც არ ვიყავი და არაფერი არ მქონდა, მაშინაც ესეთი ვიყავი. ხასიათი ქმნის ადამიანს და მის ბედსო. ხო? აი, სწორია. მიშა თუმანის შვილის ერთ-ერთი არაჩვეულებრივი ფრაზად სრულდება ასე. ნუცა, ყველაფერში მაქსიმალისტი ხარ? იცი რა, რაღაცა პირადში ვერ გამოვდივარ მაქსიმალისტ. რა ხდება ისე პირადში? იცი რა, პირადში მე ვარ ძალიან ემოციურ ადამიანი და ამიტომ დიდად არ მიყვარს ხოლმე ლიდერობა და ასე. ანუ მაქსიმალისტი ვარ პირადის გარდა ყველაფერში, მაგრამ პირადში ვარ ძალიან ისეთი მშვიდი და მობიერი და რაღაცა გონება. რაღაცა ლიდერი იქნებოდი პირადში. რა მაგარი, ეხა პირადზე რო ტყუილ არ ახსენებდი. რა ხდება პირადში? როგორ არის პირადში ამდენი? ეს მარტო თქვა კი არ გაინტერესებს ძალიან ადამიანს. ჩვენ გვაჩუქე ექსკლუზივი რა. ჩვენ ხო შენი საყვარელი ხალხი ვართ. ეს საყვარელი ტელევიზიაა ჩვენი. იცი რა არის, მე მოგიყვები ეხლა პირადზე ყველაფერს. მე ზოგადად როგორი ადამიანი ვარ პირადში, ხო? როცა შეყვარებული ვარ, იქმე ლიდერობა არ მიყვარს. სიმართლე რომ გითხრათ, მაგრამ მინდა ვთქვა რომ როცა სხვანაირად აი ვანათებ რაღაცნაირად ყოველთვის შეყვარებული ვარ და ეხლა ვანათებ შენ სულ და აბა მიხვდით შეყვარებული ხარ? შეყვარებულია. მე ვერ დაგითანხმებით. არა და მინდოდა რომ ეთქვა კიო რა. მე ვერ დაგეთანხმებით. შეყვარებული ვარ მე ჩემს ცხოვრებაზე, ესე ვთქვათ, მოდი კი ვარ. ხო შეიძლება. ჩვენ სხვა პირადზე გკითხეთ. ხო, ვიცი შენ რომელ პირადზე გკითხე. პირადი რამენერად გამოგწოდ გვინდა. ვერ ვლაპარაკობ ჩემს პირადზე, იმიტომ რომ ისედაც რო არ ვლაპარაკობ, ისედაც ლაპარაკობენ. ეხლა შეწარმოგდილი რამე რო ვთქვა რა ამბავი ატყდება. ასე რომ მე ამას შევინახავ იქამდე სანამ არ გავხდები. მამაკაცში ვინც მოგაწონებს თავს. კაცი რა მოგწონს. არა, როგორი მამაკაცი მოგაწონებს თავს. კერატმიანი, ციცეცხალება. კაი, ბრედ პიტი 61 წელია, დაანები თავი. მითხარი ახლა. არა, სულ არ მოგწონს მე ქერები და ისეთი. აი, მითხარი. მართლა მაინტერესებს სერიოზულად. აი, როგორი მამაკაცი უნდა იყოს, რომ ნუცა ბრძოლაზე? კრიტერიუმები დაინტერეს, აი დაინტერესოს. ვიზუალურად არ ვამბობ რომ შეუყვარდეს. დაინტერესოს. რა მიყვარს ყველაზე მეტად ადამიანში რა. აი იუმორის გრძნობა. აი მის გვერდზე უნდა ვიყოს სულ მხიარული, უნდა კონდეს კარგი იუმორის გრძნობა, რომ აი ყველა სიტუაციიდან რაღაც ისე თითქოს რომ ხო ხდება, აი სულ რომ გაცინებს და კარგ ხასიათზე ხარ. აი ეს მიყვარს ძალიან ადამიანში და შეიძლება ითქვას რომ აქედანაც მეწყება სიმპათია რა ადამიანის მიმართ. ოღონდ მე ძალიან მიყვარს, ხო? ძალიან მიყვარს აი ესეთი შავგრემანი და შანმიანი ბიჭები. გაიგეშენა, მე კრიტერიუმები ყოფილა. ეხლა ის რა ინფორმაცია გაჟღერდა. მე გოგონი გერაცალი მეტი არაფერი. არაფერი, მეტი მაღალი, დაბალი. იცი ეხლა ნუ მაღალი რა თქმა უნდა. მაღალი უნდა იყოს. აი როგორი კუნთმაგარი. თუ განათლებული ჯობია კუნთმაგარს დაუშვათ. იცი რა, ორივე კარგია. თუ ორივე ერთად. განათლებული თუ არ არის, მე არ მგონია რომ მომეწონოს. იმიტომ ბევრი ვიცი არის განათლებული და სპორტით არის დაკავებული. ხელოვანი უნდა იყოს ეს ბიჭი, ბიზნესმენი უნდა იყოს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. всё, გავიგე, გასაგებია. აი პროფესიასაც არ აქვს მნიშვნელობა. აი თავარი არის რომ არ იყოს აი რაღაცა ბოროტი და შეუმდგარი ადამიანი. ეჭვიანი წარმოუდგენელია, არა ხო? ეგოისტები თუ გიყვარს? არც ეგოისტები. რატო? ანუ მე ვარ და იმიტომ. ეხლა და შენ თვითონ ეჭვიანი ხარ? იცი რა, მიშვია. ისე რა. ეხლა თუ საბაბს მომცემ და რაღაცა კი, მაგრამ არ ყოფს ესეთი მდგომარეობა. იცი, იშვიათად ვჩხუბობ, თუ ვჩხუბობ ძალიან საშიში ვარ. აი როგორ არის რაღაცა რომ კატეგორიული ხარ თქვა და მორჩა წასულია საქმე კი ეგრე არის მე რაღაცა აი ყველა ურთიერთობაში ეგრე ვარ რა ძალიან კარგი შემიძლია რომ ვიყო მაგრამ თუ ადამიანს ეშლება მასეო ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს მაგრამ ახლოს აღარ და ყველა ესეთი ვარ აი ნათესავიც რომ იყოს ნებისმიერ ადამიანთან არ მიყვარს როცა არ გაფასებენ და არ აფასებენ შენს ადამიანობას რა. ნუცა არ შემიძლია არ კითხო. არაჩვეულებრივ ფორმაში ხარ. დღემდე მიყვები სწორკვებას, ვარჯიშს და ასე შემდეგ ასე შემდეგ. აი, გეტყვიან თქვენი პროდიუსერები გადაცემის
იციან. ხო არა? კი. ჩემო მაყურებელმა აბა გითხარი პროდიუსერებო რამე კარგი ამბები. აი ყოველ დღე როცა მაქვს დრო და რომც არ მაქვს, აი ნახევარსაც მაინც მას ვიზამ ხოლმე გამოვყოფ ხოლმე რომ ყოველთვის დავუთმო აი ან ცეკვას ან რომ ჩემი ტანი რომ მოძრაობდეს ყოველ დღე ეს ძალიან მნიშვნელოვანია ეს კაცებს ძალიან დიდ ენერგიას და სულ იმის შეგრძნება გვაქვს რომ აი სულ ხარ ფორმაში და ყველაფრისთვის ხარ მზად როცა ყოფილა სიტუაციები როცა მაგალითად სადღაც მოგზაურობ ხო ბევრს დავდივარ და თამაშობ და ეს ყოველთვის რაღაცნაირად ბრევს შენი რეჟიმიდან და ამიტომ ხო ცოტა სწავლად გაზრდილი ხარ და ისე მიხარიხარ რა არის სიახლეა შენ ცხოვრებაში ალბომს ამზადებ როგორც ვიცი ალბომს აი ალბომზე ზადარი უკვე მართლა აი როდის იქნება მაშინ მოგიყვებით პრეზენტაციას ყველაფერს მოკლედ ალბომის პრეზენტაცია მინდოდა 2024 წელს ესე მქონდა დაგეგმილი თუმცა რა თქმა უნდა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე გადაიდო და მოვიდა 28 მოდის 28 იანვარი. 28 იანვარს მე მეკრება ჩემი ოქროს დაბადების დღე და ამ ოქროს დაბადების დღეზე ასევე მოხდება ჩემი ახალი ალბომის ქამელეონის პრეზენტაცია, რომელშიც შესულია არაჩვეულებრივი სიმღერები ქართულ ენაზე და დარწმუნებული რომ ყველა სიმღერა ძალიან დიდი ჰიტი გახდება, იმიტომ რომ აი როცა მე თვითონ სიამოვნებს ხოლმე ჩემივე სიმღერის მოსმენა, იშვიათად არის, მაშინ მართლა კარგი სიმღერაა. როგორი კრიტიკულია თავის მიმართ. ისე შოკირებული ვარ, შემდგარი, წარმატებული, ძლიერი, სრულყოფილი, რაღაც აი წარმოუდგენლად სხვანაირი ნუცა ბუზელაძე. ზი ჩემ წინ და ნუცა, რო შემოხვეწეღან, ეხლაც რაღაცა მაბნევს და რას უნამოა? ეს არის ჩემი სუნამო. რა თქვი ჩემი სუნამო? რომელსაც ქვია fire, ანუ ცეცხლი. ნუ ამ სუნამოს გამოშვებაც დავიწყე ზაფხულში, თუმცა იმის გამო მართლა შენი სუნამოა? ჩემი არის, კი. იმის გამო რომ ვერ მოვასწარეთ კარგი რაღაც მარკეტინგულად კარგი პიარის გაკეთება, ამიტომ შემდეგ ესე დაემთხვა რაღაცები, ამიტომ გადავწყვიტე რომ რა თქმა უნდა გამოსულია, მაგრამ ჯერ გაყიდვაში არ გამოსულა ესე საქართველოში. ხოლოდ ქალის ხაზია უკაცრავ ჩაგიკითხე. ხოლოდ ქალის ხაზია. რას გვერდში მამა? ცეცხლივით ქალები. ჯერ ახალი დაწყებული მაქვს, ამიტომ ჯერჯერობით მხოლოდ ქალის ხაზი. 28-ში იმის პრეზენტაციაც ხო არ იქნება შემთხვევით სუნამოსით? არა, სუნამოსი ცალკე მინდა გავაკეთო. იცი რა 28-ში დაბადების დღე რო არ ყოფილიყო, მე ვიტყოდი რომ პრეზენტაციას დამპატიჟებ მეთქი. მე ვიპატიჟებ ძალიან. არა, რატო ძალიან? ეხლა მითხარი. რჩება გოგონებს პატარებსაც აი ზოთა ისეთი ასაკი აქვს თუ რა აი ეხლა რომ ხო გარდატეხიდან რომ აი ჯეილობა უფრო კაცებზე ითქის მაგრამ აი რჩება აი თავარი თუნდაც ერთი რამე ისეთი მნიშვნელოვანი რაც აი ჩაებეჭდება ვიღაცას და იტყვის რომ აი სადღაც ამოუტივტივდება რა. ხო, ძალიან რთული ერთი რჩევა უთხრა ადამიანს ხო. შენ სამი თქვი. მაგრამ აი ჩემთვის ეხლა რასაც უყურებ ყველაზე მეტად რაც ჭირდებათ ადამიანებს არის აი რაღაცნაირად უსიყვარულობას ვგრძნობ ამ ადამიანებში და მინდა რომ მიაგნონ ისეთ რაღაცას რაც მათ ამ სიყვარულის გრძნობას უფრო გაუღვივებს, იმიტომ რომ როცა ამ გრძნობით დადიხარ ადამიანი და ამით ცხოვრობ, ხომ შემდეგ უბრალოდ ნეგატივისთვის აღარც გექნება არც ენერგია და არაფერი და მე მინდა ის თქვა რომ ადამიანებს გონიათ რომ აი რაც უფრო სხვას დაჩაგრამ ან მაგალითად სხვაზე ჭორავებ ან ცუდ სიტყვით და რაღაცა უფრო რაღაცნაირად კარგი ტიპი ხარ და რაღაც მაგრამ მე მინდა ვთქვა რომ ყველაზე დიდი წარმატება ადამიანს აქვს მაშინ როცა როგორც ადამიანი არის კეთილი კარგი ადამიანი რომელიც სხვებს ცუდს არ უსურვებს და არ უკეთებს და ერთი რაღაც მინდა ვთქვა ასევე ის რომ არასდროს ყოველთვის უნდა იფიქრონ რაღაცას რო აკეთებენ ამას გაუკეთებენ თუ არა საკუთარ თავს და ყოველთვის ისე უნდა გადადგა ნაბიჯები როგორც აი მაგალითად აი ახლა ეს ნაბიჯი რო გადავდგა ეს მე კარგს მომიტანს თუ არა ნებისმიერ ადამიანთან რომ სხვა სიბორტე არ გაუკეთო რომ იგივე არ დაგიბრუნდეს ანუ ის ამ იმით მინდა დავასრულო რა ქვია რომ ანუ აი რასაც აკეთებ შემდეგ ის ბუმერანგით გიბრუნდება შენ ასე რომ გააკეთო კარგი საქმეები გასცენ სიყვარული პოზიტივი დადებითი ენერგია რომ შემდეგ მათ ცხოვრებაში იგივე დაუბრუნდეთ გეთანხმები და ყოველი დღე უნდა გიყვარდეს ჩემი აზრით ქვია ვიწამონ ღმერთი
ხო, მართალია. არ ვიცი. ნუცა, უღრმესი მადლობა თქვენ წარმატებები აი ამ სიფწყვილისთვის, რომელიც შენ შემოიტანე. გადამდებით. ძალიან ბევრი ჩვენნაირი ერთგული მაყურებელი, მსმენელი და ადამიანი, როგორც ჩვენ ვართ, აი ესე თამამად თქვი, იმიტომ მართლა გვინდა რომ ძალიან წარმატებული იყო, იმიტომ რომ შენის ვამაყობთ. მადლობა დიდი. ნუცა, მადლობა შენი ადამიანობისთვის და მობრძანებისთვის. სამწუხაროდ ძალიან მალე გავიდა ეს ბლოკი და ამიტომ რეკლამაზე გავალთ და მოვალთ.